სოფელ ოზურგეთში ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნა. საბავშვო ბაღი 90 ბავშვია გათვალისწინებული. საბავშვო ბაღის აღსაზრდელებს სააღმრთელო პროცესის გავლა აქამდე ამორტიზებულ შენობაში, არასაკმარისი ფართის პირობებში უწევდათ. ახალი ბაღი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა მერაბ ჭანუყვაძემ საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩიასთან ერთად გახსნა. სოფელ ოზურგეთის საბავშვო ბაღის მშენებლობა გასულ წელს დაიწყო. თანამედროვე სტანდარტების ახალი საბავშვო ბაღი 90 ბავშვზეა გათვლილი. შენობა აღჭურვილია შესაბამისი ავეჯით. სპეციალურად ბავშვებზე მორგებული სველი წერტილებით, სამზარეულოთი, ხანძარსაწინააღმდეგო, წყალგამწმენდი და გათბობის სისტემებით. საბავშვო ბაღმა უკვე სრულფასოვანი ფუნქციონირება დაიწყო. მშენებლობა რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსდა. პროექტის ღირებულება 400,000 ლარს შეადგენს. ძალიან ბედნიერები ვართ ამ სოფლის და არა მარტო ამ სოფლის, ეს ბაღი დაიდეს რამდენიმე სოფლის ბავშვებს, იქნება უფრო მეტი ჯგუფი ვიდრე იყო და ძალიან კარგ პირობებში მოუწევს ჩვენ შვილებს და განვითარება და ეს ძალიან დიდი ბედნიერება ჩვენთვის და ძალიან დიდ მადლობას ვუხდით ოზურგეთის მუნიციპალიტეტს და იმათ, ვისი შრომის შედეგია დღევანდელი დღე. სოფელ ოზურგეთში სადაც გავხსენით სამჯგუფიანი ბაღი, რომელიც მოსახურება 90 ბავშვს. აქ ყველა პირობაა იმისთვის შექმნილი, რომ პატარებმა თავი იცნონ კომფორტულად. ეს არის მედით მესამე ბაღი, ჩვენ წელს კიდევ ერთ ბაღს გავხსნით. ეს იქნება სოფელ ცხენისწყლში. მთლიანი ღირებულება ჯანში შეადგენს 387,000 ლარს და ამ მიმართულებით მუშაობას ოზურგეთის მუნიციპალიტეტი რა თქმა უნდა გააგრძელებს.